გამარჯობათ. კოტე მოლარია ჩვენი მუდმივი რესპონდენტი დიდი გამოცდილებით ჩემი გადაცემა ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში ახლა გავეხსენეთ სამი კვირის წინ ვიყავით ერთად აქ პირდაპირ ეთერში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღესაც მოვიდა ბატონი კოტე და ის აი ამ სამი კვირის მანძილზე რაც ცვლილებები მოხდა ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობებში და რა თქმა უნდა შიგა საქმეებშიც ვხედავთ მე ყოველ შემთხვევაში პულს იმისას რა ხდება რუსთაველზე ვიცი და ვხდები და დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონო კოტე ის რომ რაღაცნაირად ისე ჩამოვყალიბდით რომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ არც ერთ სფეროში ჩვენ მის მიმართ ნდობა არ აგვაქვს ყოველ შემთხვევაში მე დავკარგე ეს ნდობა აი ახლა იყო ჩინეთში ბატონი ჩვენი პრემიერი და ახლა სულ ველოდები რა გამოჩნდება უარყოფითი მისი ქმედებებიდან გურშინ წინ წავიკითხე იგივე Facebook-ში არ ვიცი ეს ფეიკია თუ მართლა თქვა მე თქვენთანაც მინდა გადავამოწმო რომ არაბები ჩვენი ძველი მეგობრები არიანო და ნუ ესე იგი ამით გვამშვიდებს ამ ანტი არაბული განწყობილებებისაგან რომ გადმოგვიყვანოს თავის ხარეზე აი ასეთ რაღაცას ამბობს ახლა ევროპაში განათლება მიღებული კაცია და ამდენი კი უნდა იცოდეს რომ არავინ არავის მეგობარი არ არის დიდ ურთიერთობებში ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და რომ ჩვენ თავს თვითონ უნდა მივხედოთ და რომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ მით უმეტეს ამისთანა დიდ ქვეყნებთან და მით უმეტეს იმისთანა ქვეყნებთან რომლებიც აი ამ ჩვენი წარსული ურთიერთობებიდან გამომდინარე რაღაც პრეტენზიები აქვთ რომ ეს ქვეყანა მათია ეს არაბებსაც, სპარსელებსაც, თურქებსაც და ახლა ესეთი განწყობა რუსებსაც გაუჩნდათ ჩვენო გადაგარჩინეთ უჩვენოთ არაფერი არ იქნებოდითო და ესე იგი არც უნდა იყოთ არაფერი თუ ჩვენთან არ იქნებითო აი ასეთ სიტუაცია არის გთხოვთ მიმოიხილოთ და აი რა ძირითადი აქცენტები არის ის აქცენტები რომელსაც ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება თქვენი გამოსვლა კარგი თანაც იმით არის რომ ყოველთვის ოპტიმისტურად ამთავრებთ მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს მოგესალმებით ბატონოებში ჩვენი პატივისცემის კიდევ კიდევ ერთხელ თქვენ სწორად ძანეთ დობის ასეთი ლიმიტის და მოსულობას უფრო კლებულობს სამწუხაროდ ეს ჩვენი ქვეყანა ერთადერთი სამშობლო ჩვენი საყვარელი და რა თქმა უნდა სასურველია რომ ყველა ხელისუფლება კარგი იყოს საქართველოში მაგრამ ნდობას არა მარტო ჩვენსაც რომელიც ისედაც კრიტიკულად ვართ განწყობილი არამედ საკუთარ სახლთან ფიგურებში და ჯგუფებში ფაქტობრივად კარგავს ოცნების ხელისუფლება რას უსმენთ ჩვენ ეს ბოლო სამი კვირა განსაკუთრებით ხო რომ მისი თავადი პროპაგანდისტები განსაკუთრებით ძალიან აქტიური ქალბატონები ამბობენ რომ ოცნებამ თავისთავად ამოწურა ისინი არიან აი ესეთი ძველი თანამებრძოლების ივანიშვილის როგორიც ხარიბაშვილი დილოვაშვილი გომელაური რომელსაც მას მოყვებიან ქართულ ბანკიდან და რომელსაც ამ ქვეყანაში ამ 13 წლის განმავლობაში არაფერს არ გადავაჭარბებ ნამდვილად ესეთი უმთავრესი თანამდებობები ეკავათ ხარიბაშვილს ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი, მანამდე უშიშროების მინისტრი, დილოვაშვილი უშიშროების მინისტრი ძალიან გავლენიანი და ძალიან ბევრი ბერკეტის ფლობელია ქვეყანაში. აი ამ ადამიანებს ყავდათ რა თქმა უნდა ათასობით ხანგარჯერები ოცნების გულმხურვალი წევრები ივანიშვილის ხალხდაჭერების ახლა ეს ყველაფერი გაიბზარა და რას ვუყურებთ ჩვენ რომ ეს ადამიანები იმხელა
უკვე პროტესტის ისეთ ფორმას მიმართავენ, რომ ერთ-ერთი მათგანი მაგალითად გიორგი გოგიანი ქალბატონი გუშინ დაიჭირეს, დააპატიმრეს. ის გამო რომ მან შეურაცხყოფილი განცხადება გაკეთა დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ ძალიან უხეში სიტყვები. და აი ხა გავახსენდათ რომ მას თუნდაც ვიღაცა გაულახია სუპერმარკეტში რამდენიმე დღის წინ და აი ასე ვთქვათ ძველი რისხვით იმის საქმეზე დაიჭირეს ეს ქალბატონი. ალიან მანამდე რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცა დაწერა მახსოვს მაგ გიორგიოვი კი ბატონო ძალიან აქტიური ესეთი იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან იმათი მხალდამჭერები ოცნებაში ვისაც ახლა იჭერენ ანადგურებენ პოლიტიკურ ასე ვთქვათ თელ ბექგრაუნდს უსპობენ და რას არა აწებებენ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ დღეს აი რა გვესმის შიგნითაც გარეთაც და რა მივიღეთ ამ სამი კვირის განმავლობაში ვითარებაა შემიძლია ყოველგვარი სრულად კორექტული სიტყვები თქვა რომ ძალიან დამძიმდა რომ რა ვიხილეთ ჩვენ 2 დღის უკან ევროპიდან ჩვენი პარტნიორებიდან საშინელი დასკვნა ევროკომისიის ევროპარლამენტზე რაზედაც ჩვენ მოგესალმებათ სტატუსი გვაქვს კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის და იქ გვეუბნებიან ჩვენ ნაბიჯ ვცილდებით ევროპას და ვღებულობთ ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ხელისუფლება. ეს ძალიან მძიმე გზავნილი თავისი ფაქტებით ყველაფრით გუშინ წინ მიიღო ხელისუფლება. გუშინ გავცელდა ოფიციალურად წერილი რომელიც მიწერეს ძალიან გავლენიან ფიგურას დღეს რომელზეც ტრამპმა მთელი აქცენტი გააკეთა ეს არის მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის შეფი და ამავე დროს იშვიათია სულ ორი ასეთი შემთხვევა ამერიკის ისტორიაში ერთი იყო კისინჯერი და მეორე არის ახლა რუბიო რომელსაც ის ერთდროულად არის სახლდეპის შეფი და არის უშიშროების საფრთხის დივანი ანუ საგარეო და საშინაო ურთიერთობები ერთი ადამიანის ხელში რაც სხვათა შორის დამფუძნებელ მამებს ასე არ დაუტოვებიათ ის იმიტომ გაყვეთ რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის ქმნიდა და ასრულებდა კიდევ საგარეო ფუნქციას და თეთრი სახლი ამაში როგორც წესი არ ეოდა ხოლმე და თეთრი სახლი თავის უშიშროების საბჭოთი შინა პოლიტიკაზე იყო ყოველთვის ორიენტირებული. დღეს რუბიოში ორივე ერთად არის თავმოყრილი და ეს არის უდიდესი ფიგურა, რომელსაც ტრამპის ძალიან დიდი ნდობა აქვს და ეხლა მან რუსეთიც კი რომელიც უიტკობს იქ სხვა ვიღაცებს ხო და ისინი პანელი ჩამოაცილა, ამ თემას ჩამოაცილა. ვიცით მისი როლი. პირდაპირ რუბიოს დაავალა ყველაფერი რომ შენ გაუძღობი ამას ყოველ. აი ამ ადამიანის მაგიდაზე გუშინ აღმოჩნდა ძალიან ცუდი წერილი. რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელები, ტრამპის უახლოესი თანამებრძოლები, კოენ, ჯო ვილსონი ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი და სხვები და ასევე დემოკრატებიც. ეს წერილი ხიად გამოქვეყნდა ამერიკაში და ამ წერილში რუბიოს მიმართავდა, რომ საქართველოში ხდება ანტი-ამერიკული გამოხტომები და ხედულობაში აქ მათ მოყავთ ჩვენი უშიშროების სამინისტროს განცხადება, რომ თუმცა ამერიკა ხელს უწყობს საქართველოში გადატრიალებას, დამხობას ხო გაგიცეს კი ამბობენ გადაუხადესო USAID-ის თანამშრომლებს ფული რომ იმათ გადატრიალებაში მიიღოთ მონაწილეობა. დღეს პირდაპირ წერია ამ წერილში ეს ფული ჩვენო ეს მოვიკვლიეთო ეს ფული გადახდილი იქნა ყოფილი თანამშრომლობისთვის იმიტომ კომპენსაცია იმიტომ რომ მათ გაუწყვეტეთ ხელშეკრულება ჩვენს თანამშრომლებს ამერიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს გაუწყვეტეთ ხელშეკრულება გათვალისწინებული ხელშეკრულება და ეს ხელფასი კომპენსაცია მივეცით ეს თუნდაც ყოფილა ამერიკის მიერ გადახდილი ამათვე რევოლუცია მოიხდენა საქართველოს. და გთხოვთ რუბიოს მიმართავ მიიღოთ ზომები აი ესე პირდაპირ სენატორი დღეს. რომ საქართველოში ეს ვითარა არგუმენტა საქართველოს ანტი-ამერიკულ ნაბიჯებს დგა. ეს არის წითელი და ამავდროულად ესე იგი მიდის რუსეთისკენ ეგეც მე მგონი აღნიშნეს დღეს უკვე თავად პარალელურად ჯო ვილსონი კიდევ უფრო უარეს განცხადებას აკეთებს. ეს ის ჯო ვილსონი, რომელსაც 2 დღის წინ ის ერთვება ახლა შუალედურ არჩევნებში ვადაეწურება სენატორის და ახალ 26 წელს უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მას ტრამპმა ხიად საჯაროდ, რომ ჩემი ყველაზე სანდო პირია და მას სრული ხალხდაჭერა აქვს ჩემი და მიიღეს მონაწილეობას აი შუალედურ არჩევნებში, რომელიც ახლა მომავალ წელს გაიმართება ამერიკაში. აი ეს ჯო ვილსონი, რომელსაც აი ესეთი ხალხდაჭერა გამოუცხადა ტრამპმა, ხიად დღეს წერს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აი დაუკვირდით რა საშინელი სიტყვებია შიგნით.
საქართველოს ქმნის საშიშროებას, რომ ტრამპის დერეფანი, ანუ შუა დერეფანი ეგრეთ წოდებული ზაგროს უკეთება, საქართველოს მიერ იქნეს დაბლოკილი და საქართველოს დაბლოკოს ამერიკის ინტერესები შუა დერეფანში ტვირთების ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის კრიტიკულ მეტალებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, საქართველოს შეიძლება ეს საქმე გაგვიფუჭოს. რას ნიშნავს ეს განცხადება? აი ესეთი პოპულარული სენატორების მიერ რა დამაზიანებელია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პირველ რიგში, მაგრამ მთელი ქვეყნის რომელიც სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის, ეს შეჩერებულია, მაგრამ ეს ჯერ გაუქმებული არ არის ეს სტატუსი ჩვენთვის, ხო? რომ ჩვენ ვართ საბედნიეროდ ამერიკის შეერთებული შტატების დღეს ნომერ პირველი ეკონომიკის მსოფლიოში და ყველა რო ისწრაფოს ჩინეთიდან მოყოლებული ინდოეთით და მთელი მსოფლიოში რო იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, აი იმ ამერიკის პარტნიორობა გვაქვს, არ არის გაუქმებული საბედნიეროდ, ხოლო შეჩერებულია ისევ ამ ბედოლათების გამოისვენებით, ხო? რომ ამ ქვეყნის ცნობილი სენატორები ამას აცხადებენ, რომ საქართველოს შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენი ინტერესების განხორციელებას ამიერკავკასიაში. ეს არ არის უბრალოდ ამბები, ეს ძალიან ცუდია საქართველოს მომავლისთვის, ამის გამოსწორებას წლები დაჭირდება სამწუხაროდ, აი ამ შელახული იმიჯის და დღეს ყველაფერს იმაზე გაცოფებული აქვს სიტყვას ვიხმო. ხელისუფლება, რაც ევროპიდან მოვიდა, ძალიან ცუდი დასკვნა ევროკომისიიდან, ანუ ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მთელი ევროკავშირი. და აი ამ განცხადებით, რაც სენატორები აკეთებენ მოგითხია, დღეს გამოვიდა გენერალური პროკურორი საქართველოში და გამოაცხადა მთელი სია პარტიის ლიდერების თავისი ციხეში როვალთ იმ სააკაშვილიანად, რომ ჩამოთვალეს ეს უყოლა რა. გარანია და დანარჩენი პოშტარია და ყველა, ვინც ისედაც ციხეში ყავთ და მათ შორის ლელოს ლიდერების არ არიან ციხეში, მაგრამ იმათაც ეს ბრალი წარუდგინეს, რომ ესენი ამხობდნენ თუნდაც საქართველოს ხელისუფლებას. ხელს უწყობდნენ დააკვირდით რა. ხელს უწყობდნენ უცხო ქვეყნის ტრულ საქმიანობას საქართველოში და ვინ არიან ეს უცხო ქვეყნები? გერმანია, ბრიტანეთი, ამერიკა, ესენი ხო რუსებზე არ ლაპარაკობენ ან ირანი? ესენი ხო ამაზე არ ლაპარაკობენ? ბერია, კებაიცა, ის იაგოდა და ეჟოვი იჭერდა მაშინ ირანის ჯაშუშობას აბრალდებდნენ და მაგრამ მათ შორის მაგათად ბერიას ბრიტანეთის ჯაშუშობა ჰქონდა წარდგენილი. და ახლა ესენი ამას იმეორებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები თუნდაც ვითაც უნდა უმადლობდეთ, რომ შევინარჩუნოთ აქ ეკონომიკას გაუძელით აი ამ საშინელ გარდამავალ პერიოდს, მათ შორის გერმანია, ხო? ახლა თურმე აქ პოლიტიკოსები იმიტომ, რომ ამ ქვეყნებთან, გერმანიასთან, ბრიტანეთთან, ამერიკასთან აქვს ურთიერთობა, ესენი ყოფილან უცხო ტრული ქვეყნების აქ საქმიანობის ხელისშეწყობა და ამის გამო ეს სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართულებით 15 წლიან პატიმრობის სიტუაცია. აი ეს ბრალი წარმოუდგინეს დღეს ამ ხალხს. ყველა ლიდერს ვინც დღეს აქ დღეს ვაგვარად ფიქრობს საქართველოს. ნუ ეს რა პასუხია ჯერეთ იმ განცხადებებზე, საშინელ განცხადებებზე, რაც გაკეთდა დასავლეთში და დღეს ამ განცხადების საპასუხოდ აი ამ განცხადების გაკეთება გაიგუტნენ, გაბრაზდნენ. მე არ ვიცი რა ქვია. მე როგორც გამოცდილი კაცი რამდენიმე თავრობის წერი ვიყავი და ბავშვი დამჯერებდა და შიგნიდან მისვამს ქართულ სამზარეულო პოლიტიკას თავრობების რომ ეს არის მხოლოდ შიში. ეს არის უკვე ძალაუფლების ამ ხელისუფლების დაკარგვის ძალიან დიდი შიში, რომელიც მე გაშვებინებს შეცდომებს. ძალიან ძიმე პოლიტიკურ შეცდომებს. ახლა ეს თქვენ ფიქრობთ რომ შეცდომებია ჩვენი ხელისუფლების? ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული შეცდომებია. არა მე მგონია რომ ეს მიზანმიმართულად რაღაც გეგმას ემსახურება, ასე როგორ შეიძლება ამისთანაც შეცდომების დაშვება? როგორ შეიძლება ამას გეგმა დავაქვათ ბატონო ბახში? არა, კი, არის არსებობს ასეთი აზრის, მე თქვენ გეთანხმებით, ბევრი წერს ამ. ეს ვიღაცა სხვას აწყობს, ნუ ის ვიღაცა ვიცი, ვინ არის სხვა, მოსკოვი. ანუ თქვათ ეს პირდაპირ პოლგორი გაჟეჟვის გარეშე, რომ ეს რო გეგმა იყოს, როგორ აქ წერენ, რომ ეს თუნდაც დირექტივა მოდის იქიდან.
გუშინაც შოიგუ გამოვიდა, ყოჩაღ თბილისი, რამაგრები არიან და ნუ ასმა სულ ისმენთ მედვედევი ხან პუტინი აქეთ თვითონ ხან ლავროვი აქეთ, ამ ხელისუფლება. მაგრამ მე არ მგონია ვიძინა ივანიშვილი თვითონ ისეთი უბრალო და მარტივი ფიგურა, რომ მან ამის გამო, ამ დირექტივების გამო თავისი თავი ჩაიგდოს საფრთხეში და აქ არსებობდეს იმის გეგმა, როგორც აქ წერენ. მე ამას არ ვემხრობი. ნუ მე მაქვს ამის უფლება, რომ ეს არ გავიზიარო. უფრო დღეს ჩემი აზრით ვიძინა ივანიშვილი დაარწმუნებულია უკვე, რომ რუსეთი ის ყოვლის შემძლე უკვე არ არის, რომ რუსეთი უკრაინაში უკვე ფრონტზეც კარგავს. აი ის პოკროვსკის ქალაქის აღება აღმოჩნდა პოკროვსკი ხო? დიახ, აღმოჩნდა რომ იქ უკრაინელებს დღეს უფრო ძლიერი პოზიციები აქვს და დაიცვეს ეს ქალაქი, ალყაში ყავს და ვანადგურებს და მოვდით და რაღაც 9000 და რაღაც. ხო, ეს ყველაფერი აღმოჩნდა. არასწორი. დადასტურდა რომ პირიქით ახლა უკრაინელები გადავიდნენ კონჩეტევაზე და იქ რუსი ძალები არიან საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. მე არაფერი არ ვთქვათ მაგალითად დრონებით მოსკოვზე შეტევაზე პეტერბურგ წუხელ მაგალითად ვოლგოგრადს აი ამ ქალაქ 7 საათის ეს დღეს ავგითხე რუსული წყაროებით არ მენდობი მე მარტო მხოლოდ უკრაინა ომია და უკრაინა რას დაწეს ხო გასაგები. ამიტომ მე გეუბნებით რას ეს რია ნოვოსტი ანუ სამთავრობო დღეს ლენტა როგორ ტას ძალიან ცნობილი სამთავრობო წყაროები რუსული პროპაგანდისტულიდან წერენ რომ ვაიმე ვოლგოგრადში წუხელ 7 საათის განმავლობაში ანუ 12 საათიდან ღამის დილის 7 საათამდე გაუთავებელი შეტევა იყო შორს მოქმედი უკრაინული დრონებით ინგრეოდა სახლები იყო აფეთქებები არის სხელკლის სამწუხაროდ და ახლაც ხანძარია და 7 საათი წარმოგიდგენიათ რუსეთის სიღრმეში ანუ ომი გადმოიტანა უკრაინა მოთქვა იგივე ხო წუხელ 12 წელს უტევდნენ მარტო ვოლგოგრადი გონ ძიმეა 7 საათი რომ ვერ ახერხებ ამავე მეორევა სოფლიოში ჩემი ტექნიკიდან 7 საათი ამ პატარა ქვეყნის შემოტევა და იმ დრონებს ვერაფერს ვერ უხერხებ ხო აქ უკვე რატომ მოყავს ეს წარე მაგალითი რომ რახაბრუხი იმაზე რომ შენ უძლეველი ხარ და შენ ამერიკის დახოვა შეგიძლია და ბრიტანეთის ლონდონის აფეთქება და ეს უკვე ყველა წუნდა რომ სამაგიეროდ რაღაც ახალ რაკეტებზე ამაზე პასუხი ხო გასცენ ადეისონი და ხო იმან თქვა ტრამპმა რა დაიწყო ვირტუალური იარაღის გამოცდა ეს რას ნიშნავს ბატონო ეს არის კატასტროფა რუსეთისთვის და რატომ აი რეიგანმა რუსეთი საბჭოთა კავშირის ეკონომიკა განადგურა გამალებული შეიარაღების შეჯიბრებით. აი ეს ვარსკვლავური ომებია. აკეთებდა ეს რაკეტას გამოსდიდა. იგივე იძულებული იყო რუსი და აქეთ კარაქი აღარ იყო საჭმე, მაგრამ ყველაფერი ჩაედო და ისეთივე რაკეტა შეექმნა და გამოიცადა და ამას უზარმაზარი სახსრები ჭირდება. ეს ყველაფერი შეიჯიბრო შენ. თან იქ მარტო ამერიკა ხო არა, ამერიკას მოკავშირე ყავს გერმანია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრალია, კანადა, შვედეთი, ყველანი ესენი ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებენ და თვითმფრინავენ ეს ქვეყნები, ხო? აი ეს ქვეყნები ერთად რასაც დაამზადებენ, მარტო რუსეთმა ამის საპირისპირო უნდა ამზადოს, გამოსცადოს და ამას ჩადოს ტელეგული ახლა, როდესაც ბიუჯეტი სადაც გადახურებულია, ვიხმარ ამ ტერმინს, რომელიც ნაბიული ნახმარობს ცენტრალბანკის მმართველი რუსეთი აი ის ხმარობს ამ სიტყვას გადახურებულია ქალბატონო აი ამ გადახურებულ პირობებში ახლა როცა ამერიკა იწყებს გამოსვლას და დღეს პასუხობს პუტინი რომ მეც დავიწყებ ხო წარმოგიდგენიათ მას ასახსრები ჭირდება ანუ თქვა ძალიან ჯერ კიდევ 14 წლიდან მე ახლა როგორც შიშურების ამ პრობლემების სპეციალისტი, რომელიც ჩემი თანამდებობით მევალებოდა ეს საკითხები, ცოდნოდა და თქვათ შემედგინა დოკუმენტები ერთ-ერთად პრეზიდენტისთვის. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ 2014 წლიდან, როდესაც ობამას დროიდან ჯერ კიდევ, როდესაც დაიკავა ყირიმი რუსეთმა და გაწყდა კავშირი დასავლეთსა და მათ შორის, ნუ ჯერ არ იყო ეს ომი და კავშირი გაწყდა. ობამას განკარგულებით ვიში? ობამა. ხო. პრეზიდენტ ობამას, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით გაჩერდა კონტროლი ბირთვულ შეიარაღებაზე რუსეთსა და ამერიკას შორის. მაშინ გაჩერდა ეს. ჯერ კიდევ მაშინ შეჩერდა ეს და ეს ნიშნავდა უკვე
ორივე მხრიდან თავისუფლებას რაც უნდათ ის დაემზადებინათ უკვე კონტროლი, ანუ მანამდე იყო ინსპექტირება ორმხრივი, ანუ ჩამოდიოდნენ იქიდან, ჩადიოდნენ, რა გააკეთე, რა შეზღუდე, რა შეამცირე და ეს ქვეყნდებოდა. აი ეს გაჩერდა. ეს რას ნიშნავს? ჩვენ არ ვიცით რა დაამზადა ამ პერიოდში 2014 წლის მერე რუსეთმა, იმიტომ რომ ასადამის ანგარიში და ინსპექტირება არ ხდება და კიდევ უფრო უარესი არ ვიცით რა დაამზადა ამერიკამ. ჩვენ არ ვიცით რა მოდერნიზაცია გააკეთა ქობინების ან რამდენი გამოუშვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. ევროპაში ორი ვირტუალური ქვეყანა მოგესალმებათ, ბრიტანეთი და საფრანგეთი. რა დაამზადეს მათ, რა დაამზადა პაკისტანში დაუშვათ, რა დაამზადა ჩინეთში, რომელიც ასევე ვირტუალური ქვეყანაა. ანუ ჩვენ დღეს, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ უკეთესი და უფრო მოდერნიზებული ვირტუალური იარაღი გვაქვს, ვიდრე თქვენ გაქვთ რუსეთს ეუბნება ხმამაღლა. ჩვენ არ ვიცით რა აქვს ფედერალობაში. შეიძლება ხო ჩვენ გავხდეთ მოწმენი ისეთი ვირტუალური იარაღებით გამოცდის ამერიკის მხრიდან, რითაც ტრამპი იმუქრება, რომელიც კაი ხნის დამზადებულია სიტყვაზე 5 წლიდან ან 4 წლის და ამაზე დუმდნენ ამერიკელები და ბუნებრივია ყველა დიდი სახელმწიფო წინასწარ არ იძახის რა აქვს და ინახავს ამ თავის საიდუმლოდ ეს სულიად ბუნებრივია და შესაბამისად გახადონ იძულებული რუსეთი რომ იმის ადეკვატური რაღაცა რომ დაიცვან თავი ფული დახარჯოს გააკეთოს ამ ეს ნიშნავს რუსეთის ბიუჯეტის განადგურება. დრონებისგან ვერ დაუცირა თავი, უკრაინული დრონებისგან. ამას რუსი სამხედროები აღიარებენ, რომ ვერაფერი ვერ გააწყვეს ამ დრონებთან. არ ჭირდება იმას სამხედრო ძალას უკრაინა ანადგურებს ცოცხალ ძალას, ტექნიკას, ტანკებს, ყველაფერს წავს ძალიან იაფიანი ამ დრონებით, რომელიც უშვებს თვითონ კიევი უშვებს 1000 დიდი წარმატებას აქვს ხარისხით 1000 თვეში 1000 უშვებს წარმოვიდგინე და შეუძლია ღამეში გაუშვას 900 წალი 700 წალი ახლა წარმოვიდგინეთ რომ ის ვოლგოგრადამდე მიდის ისე რომ საზღვარზე მას საერთსაწინააღმდეგო რუსული ამხელა ბატარეები ითაც რახაბრუხობენ რომ ჩვენ ეს გიგო ისინი მიფრინავენ ბატონო ვახში ძალიან დაბლა ხო 70-80 მეტრის სიმაღლეზე ის უშველებელი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მათ ვერ აფიქსირებს. სიმაღლეა საჭირო ამისთვის. შესაბამისად, ახლა ვოლგოგრადსაც აწევენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. პეტერბურგსაც უკვე, მოსკოვსაც და მე აღარაფერს აღარ ვამბობ, უკვე იქი ციმბირში რომ ბომბავენ. ხო, ბაზე, ანუ აღარ არის იმ რომ 1200 კილომეტრს მიფრინავენ ესე. ეს პატარა ძრავიანი თვითმფრინავი ბომბი რომელიც მიფრინავს 1200-1300 კილომეტრს. ბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია და ხალხი ამას უყურებს, ესმის, მაგრამ აი ჩვენ სოციალურ ქსელებს რო დავაკვირდეთ, აი რამხელა დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ყველაფერ ამას გებულობს უკუღმა. და კიდე აქვს იმედი, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, კიდევ აქვს იმედი, რომ ესე იგი ამერიკა და ევროპა ჩაფლავდებიან. იცით თქვენ რასაც ესე იგი აი ეს ჩვენი სამთავრობო პროპაგანდა ლამის იმ რუსეთის სამროიმას პროპაგანდისტებს უტოლდებიან უკვე საოცარ პოსტებს წერენ და ყოველ მეორე პოსტში მოკლედ ეს LGBT თემა და ყველაფერს რომ ამით ამარხებენ და ეს არის ასე ვთქვათ, თქვენ რა გინდათ, ესე იგი ასეთი გათაცირებულობა, სუვერენიტეტის დაკარგვა და ამ დროს ჩვენი პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ ჩვენ იმით რომ ასეთი პოლიტიკა გავატარეთ, რომლის შედეგიც არის ის წერილი რუბიოს მაგიდაზე, ჩვენ ამით შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტიო. და მე რა მაწუხებს, აი მე რა მინდა გითხრათ ესე როგორ მოვერიოთ აი ამ ასეთ პროპაგანდას და ასეთ სისულელეს, რომელიც ნიაღვარი მოდის საზოგადოებაზე და საკმაოდ სერიოზული ხალხი ამას ესე იგი იმეორებს და აკეთებს ყოველ შემთხვევაში ასეთ შეხედულებას, რომ მას ეს ჯერა მე ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთი სისულელების დაჯერება. თქვენი გადაცემა
დიახ. დღევანდელი გადაცემას ამას ეძღვნება. უამრავი ექსპერტი, ჩემგან ძალიან პატივცემულები და მეც მათ შორის და მე თითქმის ყოველ დღე ზუსტად ამ მიზეზით აზრს ვენახავ ძალიან, თუ ჩვენ მოქალაქეებს განსხვავებული აზრი, ჩვენი პოზიცია, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს, მივაწოდოთ, რომ ისინი უკეთ გაერკვენ ვითარებაში, ამას ემსახურება სწორედ. და ჩვენს დღეს ამიტომ გვაქვს ეს გადაცემა, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, გულწრფელ მოქალაქეებს, რომელიც შეიძლება ცდებიან, მათ ამის უფლება აქვთ, რა თქმა უნდა, რომ თავის შეხედულება გქონდეთ, მაგრამ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ბატონო ვახში და ბევრ ამაზე არ გაიგებდებათ, რომ იმოცნებაში ბევრია ჩემი ყოფილი სტუდენტი, თანამშრომელი, რაღაცებით თანამშრომელი ყავდა და არ არის ეს გასაკვირი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ესეც არ მიყვის, იმიტომ რომ თავად ივანიშვილს ყავს უამრავი უცხოელი მრჩეველი. ამაში ძალიან დიდ ფულს ხავდა. ისინი ხოვდებენ მაგიდან, მას ივანიშვილს ხოვდებენ იმ სიტუაციას, რაც ახლა მოსკოვში სუფევს რუსეთში. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავსწრდა წუხელ, რომ ორი კვირის წინ ტრამპი ამბობს ამას თვითონ, ერთ-ერთ გაზეთს უცხადებს კორესპონდენტს, რომ 2 კვირის წინ მე მქონდა სატელეფონო საუბარი პუტინთან, მან დამირეკა და მან მთხოვა, რომ მე 10 წელია ვერ ვაგვარებ უკვე ამ უკრაინის. რას ვერ ვაგვარებ? უკრაინასთან ომს ვერ ვაგვარებ და გთხოვ დამეხმარო ამის მოგვარება. წარმოგიდგენია? ეგ როდის გავცელდა? გუშინ წუხელ საღამოს გავცელდა ეს ინფორმაციები, დღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ. სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ უკრაინული მედია საშუალებები ავრცელებენ ამას სამთავრობო უკრაინული, მაგრამ ამერიკიდან მე დღეს სპეციალურად ვეძებენ, მაგრამ აი დადასტურება ჯერჯერობით ალბათ დღის განმავლობაში ამას ან ვაყოფენ, ან იტყვიან ამერიკული სამსახურები ამის შესახებ. თუ ეს მართლა ასეა და ჩვენ რომ მივადევნოთ თვალი, თუნდაც ბუდაპეშტის სამიტის მოთხოვნას, თუნდაც ანკორის, ანუ ალიასკის შეხვედრას. ორივე შეხვედრა იყო მოთხოვნილი პუტინის მიერ. ორივე იყო პუტინის ინიციატივა. უბრალოდ იქ ისეთი რაღაცები მოითხოვა, რომელიც ტრამპი გაბრაზდა და იგივე რუბიოს და ჩაშალეს ეს, მაგრამ თუ ჩვენ ფორმალური ლოგიკის კანონებით ვიხსენებთ და ამ ორ შემთხვევაში პუტინმა საჯაროდ ითხოვა, თავისი ინიციატივით ითხოვა შეხვედრა ტრამპთან, რატომ ითხოვა, რომ შეწყვეტილიყო ეს ომი და მოგვარებულიყო და დამთავრებულიყო ეს ომი, ესე იგი მას სურს ამის მოგვარება და დამთავრება და არ აქვს მაინც დიდი სურვილი რომ გააგრძელოს, იმიტომ რომ იმიტომ რავალწეთილიც რომ მას უკვე უჭირს ძალიან გაუმწვავდა იმ უკვე ბიუჯეტითაც უჭირს ამ ნატოვის თქვათ ექსპორტის უკვე ახალი სანქციები ტრამპის ამან სუმთლიანად გაანოლა ფაქტობრივად ეს ლუკოილი ეს ნავთობის დოლარების შედინება გაანოლა ბიუჯეტში ასეთ წარებაში არ არის გასაკვირი რომ პუტინის ეს ინიციატივა რომ ტრამპს მიმართავდეს რომ კაი დაუკლებ ამ ჩემ მოთხოვნებს ცოტა ისე რომ თქვა ნოდარ დუბაძისეულად ცოტას დაუკლებ მე ამ იმას და დამეხმარა რომ შეწყდეს ეს ომი აი რაღაც ასე უნდა შეინარჩუნოს ალბათ აი ეს უნდა მაგას თხოვოს დაუკლებ იმას ნიშნავს რომ რაღაცის სახე შეინარჩუნოს ანუ ეს ნიშნავს იმას რომ რაღაც სახე შევინარჩუნეთ რომ არ გავცელდეს რომ მე წავაგე ეს ომი იმიტომ რომ შიგნით საშინელი ვითარება შეიქმნება მოსკოვში თქვენ კარგად გახსოვთ შარლოთა ცხენს გამოასწარიო პიპინიას შეებნებიან იმ არაჩვეულებრივ ფილმში ხო პორტარტული ხო საშინელება რასაც ნიკოლოზ მეორის და საერთოდ რომანოვების დინასტიაში რევოლუცია ეს იყო განადგურებული რუსული ფლოტის საშინელი მარცხის მერე 1914 წელს რუსული არმიის და ფლოტის პორტარტულში უგან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა და ჯარმა დაახო ნიკოლოზ მეორი ძალიან ძლავრი იმპერატორი იყო და ხორბალსაც ექსპორტზე აწარმოებდა და უამრავ ძალიან ძლიერი იყო რუსეთი მისგან. აი ეს ძლიერი იმპერატორი დაემხო იმ მიწაგების მერე. რა თქმა უნდა ეშინია ამისი. ნუ მეორეც რო გავიხსენოთ ცნობილი ყირიმის ომი 1853 წელს 53 წელს დაიწყო
ნიკოლოზ პირველმა ძალიან ძლიერმა ასევე იმპერატორმა წააგო საშინლად დაკარგა ყირიმი, დაკარგა შავ ზღვაზე კონტროლი და თავი მოიკლა. ამ 2 მეტრიანმა იმპერატორმა თავი მოიკლა. ეს ხო პუტინს მაგიდაზე უდევს ყველაფერი. ამიტომ თუ სახეს შეინარჩუნებ და ისე დაამთავრებს ამაზე ის დღეს ხელის მომწერია. და ამას თხოვს ტრამპს, სხვას არავის დღეს ეს არ შეუძლია. არც ჩინეთ, არც ირანს, არც არავის არც ევროპას მათ შორის დედამიწის ზურგზე ამ ომის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ ტრამპს. და გაჩერება უკრაინასთან ურთიერთობა. ვნახოთ, მე არ გამორიცხავ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ახალწლად, იანვრამდე, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, ხო, ვინ გაიმარჯვა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში? 3 დღის წინ დემოკრატმა ნიუ-იორკში. დემოკრატმა, ანუ ტრამპის მოწინააღმდეგ მამდანმა მუსლიმმა სოციალისტმა, რომელიც ძალიან პოპულარია, ძალიან დიდი უპირატესობით მოუგო ეს უმთავრესი ქალაქი ამერიკის მოიგო მოწინააღმდეგ. ანუ თუ 2026 წელს ტრამპი ვერ მიაღწევს, რომ ეს ომი გაჩერდეს და ეს ომის გაჩერება გარკვეულწილად რუსეთის მოთმინიერებას ნიშნავს. ახლა რანაირად უნდა შეუნარჩუნოს სახე პუტინს, მთელი მსოფლიო მიხვდება ამას თავად რუსეთიც, რომ ფაქტიურად, ესე ვთქვათ, საყელო ჩააბარა ტრამპმა და ამერიკამ რუსეთს, რომ აღარ მოიქცეს ისე როგორც იქცეოდა აქამდე საქართველოსთან, ყაზახეთთან, უკრაინაზე საშინელება ხო აღარაფერი აღარ არის თავს დაესხა და გაწყვიტა ამდენი ხალხი და ასე შემდეგ. და შესაბამისად საქართველოში სულ უფრო და უფრო ხალხის დაინახავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი ის თამრო აღარ არის, ის არავის პატრონი აღარ არის, აღარ საქართველოში, არც უკრაინაში, არც მოლდავეთში, ყაზახეთში მithumetes. ყაზახეთი უკვე ამერიკასთან არის თავიდან ბოლომდე. მე არაფერს არ ვამბობ აზერბაიჯანზე და სომხეთზე, რომელიც გადაბარგდნენ, მთლიანად გადაბარგდნენ სწორედ ამერიკასთან და ევროპასთან. ასეთ ვითარებაში. აი ახლა უკვე გუშინაც ითქვა, რომ პირველი ეშელონები მე მგონი ხორბლით წავიდა ერევანში ბაქოს გავლით. გახსნა. ერევანში გახსნა აზერბაიჯანის თურქეთს გაუჩნდა თავისი ტრასა, ჯერ საპირთო მანქანები. ეს უკვე კვირაზე მეტი, 10 დღეზე მეტია მუშაობს ესა. ეს ნენელა გადაიზრდება ზუსტად იმ ტრამპის მარშრუტი, ეგრეთ წოდებული, მას არავინ ამ დედამიწის უზრუნველს აღარ გააჩერებს, ხო? ჩვენ ხო ამის ნაწილი ვართ, ბატონო ვახში, ამ ამერიკა-კასპიის საერთო. საშინელ დღეში ვართ, ასეთი შანსები გვაქვს. დიდხანს ვერ გაგრძელდება ამის თქმა მინდა. მე ვამბობ, ვინაიდან 26 წელი არის ტრამპისთვის და რესპუბლიკელებისთვის გადამწყვეტი არჩევნების წელი. და თუ იმას გავითვალისწინებთ, იმდა შემოტერემაღურებელმა ისოები, რომ ბოლო გამოკითხვებით, რომელიც ჩატარდა სულ რაღაც 20 დღის წინ, ძალიან ავტორიტეტული და არაერთი გამოკითხვით ამერიკაში, 73% ამერიკის მოსახლეობის უკრაინის მხარეს არის. ხო იცი? კი, ხო. რანაირად შეუძლია ტრამპს სულ რო უყვარდეს პუტინი, რაც ასე არ არის, რა თქმა უნდა, იმას მხოლოდ ამერიკა უყვარს და თავის ქვეყანა უყვარს და თავისი ინტერესები, ხო? სულ რო ძალიან უნდოდეს დილას რო იღვიძებს, პუტინს დაეხმაროს და ხო, ამერიკელების წინააღმდეგ ხო აწავა, დავანებოთ თავი ნარჩის ყოლა. ბატონო, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი იძულებულია გაითვალისწინოს ხალხის აზრით. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, როცა ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც აი 10,000-იან მიტინგში 60 კაცს ხედავს. იქ დაინტერესებული ევროპელი დიპლომატის მოსვლაში მის საშინაო საქმეებში ჩარევას ხედავს და როგორ გალანძღა ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახსოვთ ხო? მე მგონი ჯარიმას გამოუჭერეს, არა? დააჯარიმეს. ძალიან არამედ ამ დროს მას ჰქონდა იმუნიტეტი, როგორც თავის ქვეყნის ნომერ პირველ დიპლომატს ვენის კონვენცია თქვენ მოგოსმენთ. ამის უფლება არ ჰქონდა. ერთი კაცი არ არის მთავრობაში რომ უთხრას მას. თქვენ დაჯარიმების კი დაჭერის უფლება საოცრად არაადეკვატურად რომ მოკლას აქ. ხო? უცხო ქვეყნის დიპლომატმა დაჭერის უფლება არ აქვს. ის მათ ჩავსვათ თვითფინანსში, გამოვაცხადოთ ნონგრადა და მიუღებო პიროვნება და გაუგზავნოთ თავის სახელმწიფოს. ხო, აი დედმამიშვილო რუსთაველზე დგომისთვის ჯარიმა ხო სასჯელია? არა, მაგრამ ყველა მიცის ჯერ ერთი ისა ვინ იყო ნიქსონი და ბრეჟნევი იყო იმ დროს. გახსოვთ ხო ნიქსონი რო ჩამოვიდა და ბრეჟნევს
ბრეჟნევი უგნება ის იქ ვიღაცა შიმშილობს გასვოთ არა ეს ვიღაც ცნობილი კაცი იყო ჩვენთან რო ხმაურობდნენ და იქ არავინ არ იცოდა და ნიქსონი გაუცემელი დარჩა ვინა ეს კაცი ვიღაცას კითხეს რაღაც იმაში იჯდა მოყავს ხუთში საღამოს თურმე ჭამდა სვამდა დილით გამოიდოდა შიმშილობა მაგრამ ისინი კაცო ადეკვატურად იქცევიან ის იქ რო ყოფილიყო ეს რაღაც პრობლემური მასე ეცოდინებოდა მაგრამ არ იცოდა მაგრამ ამ ჩვენმა ხელისუფლებამ რომელიც ძალიან ჩემი საზრით არაადეკვატურად იქცევა იმ ქალმა კიდე უპასუხა კიდევაც ხო ჩამოგზავდი ჰელსინკში და რაც გინდა ისქენი ვისაც გინდა იმას შეხვდიო ჩვენ იმას უთხრა ამაზე სამარცხინო რა შეიძლება მე რა მინდა ახლა დრო კიდე 10 წუთი გვაქვს და აი ეს არაბიზაცია და აი ეს ახლა რომ გასაგები იყოს რატო ვამბობ ესე იგი ბიძინავს უნდა ჩავთვალოთ რომ ის ჭკვიანი კაცია და ყველაფერს ხვდება და იცის ხომ არ არის აქ იმის საშიშროება რომ იცის რა ცოტა დარჩა და ამ დროს ძალიან მაგარი მოყვარულია დიდი თანხების აი ამაზე უნდა კიდე დიდი რაღაცების გაკეთება თავისთვის და ამიტომ წავიდეს ძალიან დიდ რისკებზე აი ესე როგორც თავის დროზე ნამოხვან ჰესი ახლა ითქვა და რო იტყვიან გონივრული ეჭვი არსებობს იმაზე რომ ის ფული რაც საქართველოს წააგო ჯარიმის სახით სასამართლომ ევროპულმა რომ მიუსაჯა რამდენიმე 300-500 მილიონი დოლარი იყო ასეთი მოსაზრება რომ ეს ის თანხა არის რომელიც იმ თურქმა ამ ხელისუფლებას ქრთამად მისცა და ამიტომ ჩააწერინეს თორე როგორ უნდა ჩაეწერათ ამისთან ისა პუნქტი ხელშეკრულებაში რომ აი რაღაცა მოხდა მაგალითად და იმან არაფერი არ უნდა წააგოს ბიზნესი ყოველთვის რისკია და ორივე მხარე ერთნაირად უნდა იტვირთოს ხომ და აქ გამოვიდა რომ ჩვენ ვიტვირთეთ და ჩვენ სახელმწიფო დაზარალდა ახლა იგივე ხომ არ ხდება არაბეთთან ამათ რაღაც დიდი ფულები უკვე მოღუნეს იმ 6.6 მილიარდიდან რაღაცა დაწერეს არ გვეუბნებიან რა დაწერეს ეს ხელშეკრულება არავის არ უნახავს კაცს შვილი არ არის რომელიც გამოვა და იტყვის რომ აი მე წავიკითხე და იქ ეს არის რამდენი უკვე მათივე მომხრეები ქოცების მომხრეებმა რამოდენიმე დაწერა რომ დაწერეთ ეს გვაჩვენეთ რა ხელშეკრულებაში რა წერია და რა რისკებია იქ რომ ხალხმა იცოდეს ნუ გარდა იმისა რომ იქ რაღაც პროცენტული განაწილებაა და რომ ვითომ ამდენ პროცენტს ისინი წაიღებენ იქ უამრავი სხვა ნიუანსები იქნება ჩადებული და აი ხომ არ არის ეს ბატონი ბიძინას ბოლო კუდის მოქნება რომლითაც შეიძლება ქვეყანა დაზარალდეს მე მინდა ცოტა დავამშვიდო გასაგებია ხო გასაგებია ყველაფერი მე მაინც მე დავამშვიდო ჩვენი მაყურებელი რომ მე ვერ ხედავ აქ რამე განსაკუთრებულ საფრთხეს ჯერ ერთი ეს ეხება ემირატებს რომელშიც ძალიან დიდი პროცენტით სიტუაციას მართავს შეერთებული შტატები ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ძალიან სერიოზული კონტროლია იქ დასავლური მოგეხსენებათ ეს რაც არის გასაკვირი იმიტომ იქ ბრუნავს სწორედ ეს დასავლური ინვესტიციები თავიდან ბოლომდე ამიტომ ნებისმიერი აქ წამოსული მით უმეტეს ეგ მილიარდები რაც ლაპარაკობ გაკონტროლდება აუცილებლად დასავლური სერიოზული ფილტრების მიერ რომ ეს არ იყოს ჭუჭყიანი ფული ამის თქმა მინდა მეორე ჯერ ეს ამბავი არ გაცდენია აი მოყოლის და ზეპის სიტყვიერების ფაქტებს ჩვენ არ გვინახავს რომ იყოს ეს ხელშეკრულება ფიქრობ რომ შეიძლება არც იყოს დადებული არა მე დაწონებული ვარ რომ არ ამ დადებული იმიტომ რომ ეს ხელშეკრულების დადება ახლა ასე ადვილად არ ხდება ეს არის ბანკთა შორის ურთიერთობები აქ არის გარანტიები აქ არის ძალიან სერიოზული რომელსაც 1 და 2 წელი საყოფნის ბატონო შეიძლება მე ამას ჩართული ყოფილა და ემირატებთან მოლაპარაკებები მათ შორის მაშინ სპორტის მოდერნიზების პროგრამა მე ხელმძღვანელობდი და არაერთჯერ ვიყავი დუბაიში და შევხვდი ემირატ შეიხებს მათ შორის ალ მაქტუმს და
მაშინ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდა. თითქმის წელიწად ნახევარი ისინი ჩამოსულები იყვნენ რუსთაველის თეატრში, შეხვედრას მოუწყვეთ. უფრო ახლოს ვიყავით, ანუ რუსთაველის თეატრში არის თუ გახსოვთ ის თავარი შეიხი ალ-მაქტუმი იყო ჩამოსული და იქ თქვა, მაგრამ ხელშეკრულებამდე ვერ მივედი. ვერ მივედი, იმდენი ბარიერია, იმდენი დეტალებია. ძალიან დიდ თანხაზე არის საუბარი და ეს ასე ადვილი არა. ჩვენ ასე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შეიხმა თქვა სიტყვაზე რა, რომ 6 მილიარდს ჩავდებს საქართველოში. შეიხმა რო ეს თქვა, მისი ბანკი და დაეთანხმოს მას ამაში. ანუ იმან ის ფული ჯიბეში ხო არა? ბანკმა დასკვნა უნდა დაუდოს, რომ ეს ინვესტიცია არის უსაფრთხო. მოგებას მოგვიტანს. და არ დაიკარგება რა თავია, კაი, ჯანდაბა. თუნდაც არ შეიძლება არ იცოდე. ამას წლები დაჭირდება. წიგნები იწერება, მე რო ნახე, აი მე ჩემი თვალით ნახე მაშინ აი ფოტოზე. მე ნახე ფილმი, დოკუმენტური, მაჩვენეს დიდი თხოვნის და ჩხუბის და რა მაჩვენე, დასწავლოთ მე. რო დაიწყეს სწავლა, გავგიჟდი, ხელსურეთიდან მოყოლებული, შავზღვით დამთავრებული დოკუმენტური ფილმი ქონდა საქართველოს გადაღებული. რა ხდება? რო წარმოდგენა ქონოდა ზუსტად არის თუ არა საფრთხე, რომ ეს და მაშინ იყო ლაპარაკი 400 მილიონი დოლარი. 6 მილიარდს რო ბანკი და ყოველთვის წარმოვიდგინეთ ბატონო ვახში. აგაშენა ფული არის ბანკში. რუსა მილიარდებზეა საუბარი. და ამას ერთი კაცი კი არა, ბანკის სპეციალისტები და ფინანსისტების ძალიან სკრუპულოზული შესწავლის მერე ამბობენ, რომ აი ახლა მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულება. ეს ეტაპი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ინვესტიცია სრულიად ცივილური სახით აქ საქართველოში შემოვიდეს. მაგრამ ეს ასე ადვილად შაშანი თქვა რაღაცა ან წელს თქვა და ჩვენ ორჯერ რაღაც ტელევიზიით ვაჩვენეთ ის კაცი ვინც ეს თქვა მან თქვა და კიდე ძმამ თქვა ცოლმა განცხადება გააკეთა მიდა დაგაწმუნო თუ არაფერს არ ნიშნავს მე ერთ რამეს გავიხსენებ უყოდ კიდევ რატო არის ეს საფრთხე რომ ბანკების კარგი ალბათ ავეც უხალ ორი მოკარეთ თუ არა ფორმულა თქვა ესეთი ჩვენი თანამემამულე იაშა ელიგულაშვილი, რომელიც ახლა ოპერირებს როგორც ისრაელის გვარდა სახელი შეიცვალა იოხანან ელიგულა და რომელიც დაჭერილია დღეს ამერიკის სპეცსამსახურების მიერ საშინელი ბრალდები, პულის გარესხვის, იარაღის გაყიდვის და ასე შემდეგ. ამ ხელისუფლებამ 21 წელს ამ კაცს შეავარა პანტიკოთურდიას ელმომამშვენებელი ქარხანა. სადაც გახსნეს ეს ტელევიზია უხელა ჩვენ ეს ფორმულა. მე ეს ვიცოდი, მაგრამ თუ ამაზე მუშაობდი ჟურნალისტური გამოძიება, ეს ნამდვილად არ ვიცოდი რა არ გაცხადებულა ეს. სადაც აჩვენეს ღარიბაშვილი როგორ ეხება ამ უზარმაზარი ინვესტიცია შემოიტანა ამ კაცს, რომელიც ახლა პატიმარია თავისუფლად და დაჭერილყავს ცერებს ამერიკაში. და საშინელი ბრალდებები აქვს აღენებული საქართველოს მოღვაწეობა. და რას ამზადებდა, რა გახსნეს ამ ქარხანაში ავტომატი ამერიკული M4, რომელიც სოფლიოში საუკეთესოა. ამის დამზადება დაიწყეს საქართველოში. თავდაცვის სამინისტროა დღეს ის ავიამშენებელი. ხო. იქ დაიწყეს ამის დამზადება. მერე, რადგან ამას აკონტროლებენ, ამიტომ თქვი ამერიკელებმა ჩაუსვეს აგენტი და არეკინეს ამ ელიგულასთან ეს უხალ აჩვენეს ყველაფერი. და თავაზობენ რომ იარაღი გინდა ვინ ხარ თუ ჩვენ კოლუმბიის ნარკომაფიის ვიღაცა ვარო ისე უბრალოდ ამ დროს აგენტია ცერეუს და ჩვენ გვჭირდება ფულის გათეთრება ნარკოტიკების ელაპარაკებენ ამ ელიგულას რომელიც თბილისში იმყოფა დირექტორია ავიამშენებელი კიო 1 მილიონი შემიძლია ბანკებში გავალთეთრო დღეშიო თბილისშიო და არაფერი პრობლემა არ მაქვს ტელეფონში უნდა იარაღსაც მოგაწვით რამდენიც გინდა მათ შორის M4-ებსაც კაცო აგება რამდენიც გინდა ყველა ამას მე იბარებენ ამერიკაში რომ აქ დავტოთ ესა და იქ დამუშავებულ ფულს აწვდიან 650,000 და ამით იჭერენ. თქვენ წარმოგიგენიათ რა სკანდალის ქვეშ ვარ და როგორ კონტროლდება ნახეთ დარწმუნებული ვარ მე ვიცი ძალიან კარგად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაობის სისტემა როგორც კი ისიქ დაინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ და მასთან ხელშეკრულება გახორდა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ჩვენ არ ვიცით ჯერ ღარიბაშვილისა ივანიშვილის როლი
რამდენად მონაწილეობდა ამაში და მასთან იყო თუ არა ამერიკას ეცოდნეება 100%-იანი. იმ დღიდან მას აკვირდებოდნენ. გასაგებია. და ბოლოს დაიჭირეს. გასაგებია. აი ეს მინდა იმ არაბებთან დაკავშირებით კითხვა. მივედით ბოლოსკენ, მე ფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი ინფორმაციები მივიღეთ ბატონი კოტესგან. აი განსაკუთრებით დღეს მე წავიკითხე გურამ ქართველიშვილის გააგრძელეს საქართველოს სერიის რეჟისორი, მწერალი და გადამღები და ყველაფერი ის არის და ძალიან მძიმე სტატია აი ამ არაბიზაციაზე და აი იმ კუთხით არის ნაჩვენები და მე გონია რომ თუ მოგისმენდათ დღეს ბატონი გურამი უფრო დამშვიდებული იქნება არა და ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების აღელვებულია აი ამ ფაქტით. განსაკუთრებით აგვიდებიან ამერიკელები. თუ მიგიცერათ ყურადღება გასულ წელს ერთმა დიდმა არაბულმა აი ესეთმა დიდმა კომპანიამ იყიდა აუქციონზე ნავსადგურში ამერიკის ერთ-ერთი ნავსადგურის რაღაც ნაწილი და სახელმწიფომ გააუქმა. ეს იშვიათია ამერიკაში, რომ კერძო აუქციონზე იყიდა ნაკვეთი პორტის აშენება უნდა. შეისწავლეს და სწორედ იმიტომ, რომ იყო საეჭვო რაღაცები, ეს ტრანზაქცია გაუხდა ამერიკელების მიერ. აი, უბრალოდ მაგალითი მომყავს, რომ განსაკუთრებით აკვირდებიან ეს არის ანტიტერორისტული საქმიანობის ფილტრი ამერიკული, რომ არაბულ ინვესტიციებს დამადიდებელი შუშით აკვირდებიან. დიდი მადლობა ბატონო კოტე, დიდი მადლობა. თქვენ კიდევ მეგობრებო მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს კაცი არის კომპეტენტური და როგორც მისი გამოსვლიდან ირკვევა ამერიკას შეერთებული შტატებს ექნება თუ არა ჩვენს ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა, ის მაინც აკეთებს თავის მოვალეობას ასრულებს და ჩვენ რაღაცნაირად შეიძლება ვიყოთ იმედიანად რომ ჩვენ დაცული ვართ აი ამ ჩვენი არასაიმედო ხელისუფლების და მისი ძალიან ჩვენთვის არასასურველი კამპანიონის ჩრდილოეთიდან მათი ანტიქართული მოღვაწეობის შედეგებისგან დაცული ვართ აი იმ ამერიკული სტრუქტურების და მათი შეგვიძლია ვთქვათ რომ ალბათ კონსტიტუციით ეს მათი კონსტიტუციური მოვალეობაა ეს ხელშეკრულება არ გაუქმებულა სტრატეგიული ის უბრალოდ შეჩერებულია მაგრამ ეს სტრუქტურები მუშაობს ეს მუშაობს რა თქმა უნდა დიდი მადლობა რომ გიყურეთ მადლობა